სკანდალი თეთრ სახლში. მე რამდენად ვიწყებ ასე, როდის მორჩება ეს Prime House. სალამი, მე დრანგაურ, ეს არის Bitanica Short. გადაცემა სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. ილონ მასკი და ტრამპი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ილონ მასკმა ტრამპის ახალ საგადასახადო კანონ-პროექტს საზიზღრობა უწოდა. ტრამპმა კი ილონ შენ შეშლილი ხარო და დაემუქრა, რომ SpaceX და Tesla-ს სახელმწიფო კონტრაქტებს გააუქმებდა. მასკმა საპასუხოდ განაცხადა, რომ SpaceX-ის Dragon ხომალდებს გააუქმებდა და ტრამპის იმპიჩმენტს მოითხოვდა. მოგვიანებით მასკმა ტრამპი ეპშტეინის საქმეში გარეულად დაასახელა, რამაც სკანდალი კიდევ უფრო გაამწვავა. Kanye West-მა არ იჩხუბოთ ძმებო, შერიგდითო. აქ გიჟი მარტო მე ვარო. ეი რომ ამ სიტუაციაში ყველაზე ადეკვატურია, ბევრს ამბობს ლიან სიტუაციაზე. Kanye კი უბრალოდ პუკია. ბაიდენს კი ალბათ პირველად მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მოკლედ, Tesla-მ 152 მილიარდის ზარალი ნახა. Trump coin-ი კი $11 ჩამოვიდა. ეს იყო Bitanica Short. გამოიწერეთ ჩვენი page-ი, რომ არ გამორჩეთ თავარი მოკლედ.